ნატრა მეფე თამარისა. მე მეფე თამარი, მე მკვიდრე გიორგი მეფისა, მეფეთ მეფე და დედოფალთ დედოფალი, მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანთა და შაჰანშაჰთა და მბრძანებელი ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა, დიდება ამა სამყაროსა და სარწმუნოებისა. მახვილი მესიის მოვლენილი. მანამ მამა ცოცხალი იყო, არ მამძიმებდა ტვირთი ქალისა, მეფე თვითონვე უძღვებოდა სამეფო საქმედებსა, დედა მეორე დის გაჩენის მერე, მალევე მომკვდარა, პატარა ვიყავი, ვერაფერი გავიგე, მალევე ვიგრძენი დაკარგვა, მუდამ ვნატრობდი, ვეძებდი დედასა. თავიდან მამა მეუბნებოდა, დედა მოვიდა, გეძინაო, მერე გვიან ვიძინებდი, მეგონა დედა მოვა, ვნახავ თქო, ვერ ვიუძებდი დილასა, მერე თქვა, ადრე დილას მოვიდაო. მამიდა გზრდიდა, გვევლებოდა თავსა, დედის სითბო მინდოდა, მეგონა გავიზრდებოდი, მთელი ღამე არ დავიძინებდი, მეგონა ვნახავდი მოსულსა. მერე მითხრა მამამ, გავიდა, ვერ მოვაო, მეგონა მეორედ მომიკვდა დედა, მთელი თვე მარტომ ვიგლოვე. ვიცოდი დედის სითბო არ მეღირსებოდა. ვერ გასლო მამამა, მითხრა, სასახლეს ვერ მოვალოთ, ჯავრობდა, თვითონ პატარა ვიყავი, მინდოდა ნუგეში მამისა, თურმე სასახლის ახლოს პატარა სახლი ჰქონია, ერჩივნა იქ დაეძინა, მარტო იყო, ერთი მოსამსახურე ქალის ამარა. ვერ მოერია მარტოობასა, მერე თქვა, მესამე და გყავსო, დედა ჩემივე მოახლე ქალიაო. მერე მითხრა, თუ არ მიწყენ, მინდა სასახლეს მოვიყვანო, თქვენი და მინდა იცნობდეთო, ბურდუხანმა თქვენი თავი მე დამიტოვა, მეგიტოვებ შენივე დებსა, ვითა მამა უპატრონეო. ხედავდი მამა მოდრიკა დედის სიკვდილმა, ამბობდა, დამსაჯა ზე არ მომცა უფალმაო, ჩემი მემკვიდრე შენ ხარო. თურმე მამა მიკვდებოდა, ვერ დავასრულე გლოვა დედისა, ვკარგავდი მამასა, ვევედრებოდი უფალსა, დედა წამართვი, მამა მაჩუქე, ვიცოდი მარტოს გამიძნელდება ტარება მეფის ტვირთისა. ვნატრობდი ეცოცხლა მამასა, ვერ ვუშველე, მალევე მომიკვდა. დავრჩი ჩემივე უმადური დებისა და ნათესავების გარემოცვასა, მამა მოკვდა დეკემბერსა. ფრალი დაბრუნებულა, უთქვია მეორე ცოლისთვისა, თურმე დაუწერია ჯვარი მამასა, მინდა დავიძინო, დილას ადრე გამაღვიძეო, გვიან დაუძინია ქალსა, მძინარე არ გავაღვიძო, არ მისულა საწოლსა. ადრე დილას დაუპირებია გაღვიძება, თურმე მძინარე მამა მომკვდარა. შემოთვალა, მეფე გიორგი მოკვდაო. დამძიმებული მივედი, ვუბრძანე მსახურთა მოასვენეს მეფის სასახლესა, რუსუდანმა თქვა, გამიხარდა, ძულდა, შენი ხათრით ვითმენდიო. თურმე მამა მთვრალი ყოფილა, უხუმრია მეორე ქალმა ბურდუხანი წამართვაო, მოусმენია დასა, მერე ვერ იტანდა მამასა. მერე მე გამამწარა, შენი დაბადება გაუხარდათ, ჩემი ეწყინათო. ვითა მემკვიდრე შენ გამოგარჩიაო. ვერავის ვუმხელდი, ხშირად მივდიოდი ტაძარსა, ლოცულობდი, ვანთებდი სანთელსა, თხოვდი წმინდა მარიამსა, ვევედრებოდი მაამზე ცირსა, ადრე წამართვი დედა, მერე გაიყვანე მამა, მომეცი ძალა, ვიპოვო კაცი, ვისაც გავანდობ ნადებსა გულისა. ვისაც მოუყვები ვარამსა ქალისა, ვინც ბოლომდე შეინახავს ჩემივე საიდუმლოსა. მუდამ ვებრძოდი ჩემივე სათქმელსა, მანამ ვიტყოდი, მთელმა სასახლე მიცოდა, ვერიდებოდი გამხელას დარდისა, ჩუმად მივდიოდი ტაძარსა, ლოცულობდი, იქ ვპოულობდი შვებასა. მამი და მამი თვალწუნა, მიმალავო, არ მიმხელო, არ მინდობიო, მერე ვცდილობდი მომეყოლა ამბავი. რისი გამხელა ვერ მავნებდა. თურმე იური რუსის შერთვის ამბავი, პირველად მამიდას უამბო ქორვა ჭარმა აბულასანმა, აბულასანი მერე შეარქვეს, ვარამ გაგელია მამა სახლისი თბილისისა, თურმე მთელმა სასახლემ გაიგო. მოვიდა მამი და მითხრა, ქმარი გამოგირჩიეთო, დიდებულებმა მოიწონეს, ეკლესია დაითანხმისი დამაწვა მხრებსა, ვერ ავუდიოდი, ვერ ვასწრებდი გამოძინებასა, ახალი დარდი გამიჩინა ჩემივე მამიდამა, დამიმალა, ცოდნოდა, თავიდანვე ვიტყოდი უარსა, თურმე მიუცია პირობა მამიდასა, დავითანხმებ თამარსაო. ცოდნია ზორაბაბელსა, ადრე მეფე გიორგის სახელით მისულა რუსთა სამთავროსა, ახლა თვითონვე უკისრია მისია მისვლისა. მისულა უთქვია, მეფის სახელით მოვედი, გვინდა ჩვენი ქალი, მეფე თამარი, ანდრიას ძემან, ვითა ცოლი შეერთოსო, დაველოდები თქვენივე პირობასაო. თურმე 7 თვე დარჩენილა, მოუტანია პირობა იური რუსისა, მერე აირია მთელი გარემოცვა ეკლესიამ, ერთმორწმუნე ხალხის უფლის წულია, სამთავროდან გაუძევებია თავისივე ბიძასაო. თელ სამეფოსა გარს არაქრისტიანი სამეფონი აკრავსო, სხვა არჩევანი სხვა რჯულისა იქნებაო, მეფე იძულებული გახდება, ბევრი რამ დათმოსო, მემკვიდრე ქრისტეს მიმდევარის ზე იქნებაო. თავიდან მეგონა გავუმკლავდებოდი, გავიტანდი, არ მინდოდა, უცხო გადამთელი მომეყვანა ჩემივე სახლსა, ვეუბნებოდი, გამოვარკვიოთ, გავიგოთ, თუ მეფის საკადრისი არ გამოჩნდა, გვიანი იქნება თქო. ეპისკოპოსმა თქვა, ჩვენი კაცი ვითა ელჩი მივიდა, 7 თვე დაჰყო. გამოსარკვევი გამოარკვია, კაცი შემკული, გაზრდილი, კარგი მეომარი. ღირსეული ქმარი იქნებაო.
თურმე მთელი გარემოცვა ამიმხედრა მამიდამა, შენი სახელით პირობა მივეცი, თავადები ელიან კაცის მოსვლასა, მხედრობა ითხოვს ახალ სარდალსა, მეფე მუდამ წინ მიუძღოდა ლაშქარსა, მეფე ქალია, მხედრობას ვერ უსარდლებს, მხედრობას მეომარი კაცის ხელი აკლიაო. უთქვია მამიდასა, თუ არ შეირთავს, მეფობას დაკარგავსო. მეგონა მეფე გიორგის ერთგული თავადები დაიცავდნენ მეფის სიტყვასა. მათი გადაბირება მოუხერხებიათ მეფის ნათესავთა, შემოთვალეს, გვინდა მეფის ქმარი ვიხილოთო, გვინდა კაცი გაგვიცვეს ლაშქრობასაო. შემოთვლა ნიშნავდა გაფრთხილებასა ამბოხისა. მამიდამ თქვა, არავინ დაგჩა, ვისი მეფე ხარო. ვიცოდი, ამბოხი უმეფოდ დატოვებდა სამეფოსა, დაიქცეოდა მეფე გიორგის მოტანილი ქვეყანა. შევუთვალე, მეფე თანახმაა თქო. 6 თვის მერე მოვიდა გიორგი რუსი, გაიმართა დიდი ქორწილი, ვერ გავიტანე, იური მივიღე ვითაქმარი მეფისა. მერე მომიბრუნეს ვერაგობანი. თურმე უთქვიათ, მეფე უარსა იყო, ჩვენ ვაიძულეთო, ამდენი ხანი მოვუნდით მის დაყოლიებასაო. შოთა გამოჩნდა, თურმე ტუსაღი ყოფილა, ვიხმე სასახლესა, ვიხმე ვითამცოდნე ივრითისა. თავიდან მეგონა ვერ დაიცვა, გატეხა თავისივე პირობა, მერე გავიგე, 7 წელი ტუსაღად დარჩენილა, თვითონვე მითხრა, ვერ შევძელი ჩემივე პირობის დაცვაო, მივხვდი ახსოვდა პირობა კაცისა. ვერ გადამეწყვიტა, გამხელა, ჭოჭმანობდი, მეგონა ვერ მოერევა კაცი გიორგი მეფის ჭავსა, ვაი თუ გათქვა საიდუმლო ქალისა თქო. ვევედრებოდი უფალსა, მოეცა ძალა, ამერჩია გზა, გამემხილა თუ დამემალა, მიკარნახა ჩემივე გულმა, გულს მოусმინეო, გული მეუბნებოდა, გაუმხილე, კაცი დაიცავს საიდუმლოსაო. ვერ ვერეოდი თავსა. მოვინდომე, შევთავაზე ღვინო სტუმარსა, ვიფიქრე, ღვინო გამოაჩენს ხასიათსა კაცისა თქო. შევუსეთასი შოთასა, თვითონ მცირე დავლიე, დამლოცა, მეფის დიდებისა იყოსო, ბოლომდე გამოსცალა, ვისაუბრეთ, მალევე შევუსე მეორე თასი, თქვა, მეფეს ვადღეგრძელებო, ბოლომდე გამოსცალა თასი. მერე ბევრად გაბედული მეჩვენა, მესამე თვითონ მთხოვა, გაბედა. მინდა ქალთა შორის უპირველესისა, ვითა საზომისა ქალის სილამაზისა, ჩვენივე მეფის სადღეგრძელობ თქვაო, კადნიერებად თუ არ ჩამithვლის მეფეო. გამიხარდა, მეგონა მოერია ღვინო, ვთქვი, გამოაჩენს კაცსა, ვანიშნე, უფლება მომიცია თქო. დამლოცა მოკლედ, არაფერი ეტყობოდა ღვინის მორევისა, მოახერხა ზეცამდე აიყვანა ქალი, ვითა მეფე. მერე დადუმდა, მეგონა თვითონვე დაიწყებდა საუბარსა, გამბედაობა მომცა ღვინომა. გულის თქმა, გულის სახილად გადამექცა, მოდრიკა აღვირი სათქმელმა, მე ვიმიშველა ღვინომა. გავუმხილე შოთასა. წამოენთო ერიდებოდა მეფისა ვითა ქალისა, შევატყვე გაუძნელდა, მოერია თავსა, ვითა ფაფარაყრილი ავაზა გალიასა, ვერ ჩერდებოდა. გლეჯდა თავისივე რიდის არტახსა, გრძნობდი გაარღვევდა მორიდების სულდესა. ვინანე, ნეტა არ გამემხილა თქო. ვიპოვე გამოსავალი, შევუსე მეოთხე თასი, მითხრა, თუ მეფის ნება იქნება დავლოცავო, თქვა, მეფის ბედნიერებისა იყოსოს, მინდა ჩემივე მეფე ბედნიერი ვიხილო, თუ მეფე მიბრძანებს, გავუსწორდები იური რუსა, ვითა ნაძირალასაო. გამეცინა, ვიხუმრე, ჩააგე მახვილი ქარქაშსა, თუ მეფე გადაწყვეტს, თვითონვე გააძევებს თქო. ნატრობდი, ვევედრებოდი უფალსა, გავბედე გავუმხილე დაფარული კაცსა, უფალო მიეცი ძალა, გაუმკლავდეს, დაიცვა საიდუმლო მეფისა, საიდუმლო მარტოსული ქალისა. თქვა, მომიტევე, სიფიცხე გამოაჩინე, მართლა მინდა მეფე ბედნიერი იყოსო. მერე, 10 თვე არ შევხვედრი ვარ შოთასა, 10 თვე ვილოცებ, ვევედრებოდი უფალსა, მიეცა ძალა პირობის დაცვისა. თურმე შეძლო, დაიცვა პირობა კაცმა. მისულა მისივე ძმა, მეფეს უხმიხარო, გირჩევ თავი შორს დაიჭირო, ერთხელ იგემე, 7 წელი ტუსაღად დარჩიო. უთქვია, მეფემ სახარების თარგმნა მიბრძანა, პირობა მივეცი, თარგმნიო. შემოთვალა, დავასრულე თარგმნა სახარებისაო, თუ მეფე მიხმობს, მივალო, ვიხმე, მომიტანა თავისივე თარგმნილი სახარება. წავიკითხე თარგმანი მეორე თავისა, მოვუწონე, დანარჩენს მერე წავიკითხავ თქო, მადლობა მომახსენა. თქვა, თუ მეფის ნება იქნება წავალო. ვუთხარი, მოიცადე, კიდევ სხვა საქმე მაქვს თქო. ვინატრე, ნეტავი დრო დაბრუნდეს, მოვიკითხავდი კაცსა, ადრევე გამოვიხსნიდი მამის ტუსახსა თქო. ვუთხარი, გამოჩნდა თურმე არ მოიძებნა სამეფოსა რუსულის მცოდნე, თუ შეძლებ ქართულ რუსული სასაუბროს შექმნასა თქო. მითხრა, გამიძნელდება, ვერ დაგპირდები, ვეცდებიო. ვიკითხე, ხომ არ მიირთმე ღვინოსა თქო, თუ მეფე ინებებს დავემორჩილები, ვერ ვაკადრებ უარსაო. შევაპარე, თასით მოგართვა თუ ფიალა გირჩევნია, მეფის ნება იყოსო. რომელს ინებებს, იმით დავლოცავო. პირველად ვნახე, ღვინომ გაზარდა ფასი კაცისა. პირველად მომეცა იმედი ვპოვე კაცის აკადრისი მეფისა.
დამიცვა უფალმა, მარგუნა კაცი, ვითა მხარი მეფისა. დიდება განგებასა შენსა უფალო.